აქცია იყო იუსტიციის სახლთან, იქ უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ შემფასებლები შეიკრიბნენ. მოეწყო მსვლელობაც აქციის მონაწილეებმა ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. ჩვენ ვართ უძრავი ქონების და მოძრავი ქონების ექსპერტ შემფასებლები. ჩვენ პროფესია აერთიანებს საქართველოში 450 კაცს, სულ მთლიანად ვართ ძალიან პატარა პროფესიის და ძალიან ახალგაზრდა პროფესიის წარმომადგენლები, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენი ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენთვის არის შეუფასებელი და გადაუფასებელი. ვაპროტესტებთ დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში და ვთვლით, რომ არსებული არჩევნები გაყალბდა და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არ არის მხოლოდ ევროპა. ევროპა დღეს მიუძღვება წინ ცივილურ საზოგადოებას და ცივილურ კაცობრიობას თავისუფლებისკენ. სხვაგან არსად არ არის ესეთი წინსვლა, სადაც როგორც ევროპაში ეს არის ბრძოლა შეშინებულთა და იმ ხალხის შორის, ვინც გადალახა შიში, თავისუფალია, აღარ ეშინია არაფრის და მეორე მხრივ ხელისუფლება ეყრდნობა იმ ხალხს, ვისაც ეშინია თავისი კომფორტის დაკარგვის, ვისაც ეშინია გეების ლაშქარის, ვისაც ეშინია უამრავი სხვადასხვა ფობიების, რომლებიც ვერ დაამარცხა.